ერთი სკეჩი უნდა ჩავწერო მეგობრებო და თქვენ უნდა დამეხმაროთ ამაში და ეხლა ყველას დაგპატიჟებთ. მიიღეთ მონაწილეობა მეგობრებო. ესეთი სათაური წითელ ქუდ და წითელ ქუდასთან. აი ესეთი ფიგურები ავირჩიე, რაღაცები ვნახე და ორივეს წითელი ქუდი აქვს. ეს ამის კვერთხია, აი დავაჭერინოთ ხელში. დავაჭერინოთ ხელში. არ უნდა აქ გვერდზე დავუდოთ კვერთხი. მოკლედ წითელ ქუდ და წითელ ქუდასთან და ეხლა ესეთი რაღაცაა რა. ეხლა ეს არის კეთილი წითელ ქუდა და ეს ბოროტი წითელ ქუდა, ხო? ან თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ რომელია კეთილი, რომელი ბოროტია. ეხლა მიდის წითელ ქუდა წითელ ქუდასთან. და ეუბნება. დაამლოცეთ მამაო, დაამლოცეთ. მერტმა დაგლოცოთ, შვილო, მერტმა დაგლოცოთ. ხო, ისა რა ქვია, გისმენთ აბა შვილო, რა ხდება? მამაო, ერთი რაღაც მინდა გაგანდოთ, გისმენთ აბა მომიყევით. ის კი მამაო ცოტა მიჭირს ამაზე საუბარი და ცით რა არის, აი მე კითხვა მაქვს სულიწმინდასთან დაკავშირებით, გისმენ შვილო შემო. მამაო, სულიწმინდა რა არის? სულიწმინდა შვილო ჩემო არის ისეთი რამ, რომელიც ყველგან და ყველაფერშია. ხო, მამაო, მაგაზე მინდა დაგელაპარაკოთ, აი ზუსტად მაგაზე. გისმენთ აბა შვილო ჩემო. მამაო, იცით რა არის? გუშინ სულიწმინდა მელაპარაკა და მითხრა, იცით რა მითხრა, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, აუცილებლად თქვენ უნდა გაგან. შვილო ჩემო, ერთი წუთით, შვილო ჩემო, აქ უკვე ზღვარად არის საქმე. სულიწმინდას ესე ადვილად ვერ დაველაპარაკებთ. მამაო, თქვენ არ თქვით, სულიწმინდა ყველაფერშია, ყველგან და ყველაფერში. კი, შვილო ჩემო, ეხლა ძალიან მაბრაზებთ, ხომ ხედავთ, გადავყირავდით ყველანი. სულიწმინდა კი ყველგან და ყველაფერშია, მაგრამ როდესაც ჩვენ გველაპარაკება, მაშინ შეიძლება იყოს ესე შმაკი. მამაო, აბა მაშინ სულიწმინდა სად არის? ესე იგი, სულიწმინდა არ მელაპარაკა? არა, შვილო ჩემო, ეგრე ადვილად სულიწმინდა ადამიანებს როდის ელაპარაკება? მამაო, თუ ყველგან და ყველაფერშია სულიწმინდა, აბა როგორ მელაპარაკა ეს შმაკი? შვილო ჩემო, ეხლა კარგად მომისმინე აქ, როდესაც გეუბნები რომ სულიწმინდა ყველგან და ყველაფერშია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ სულიწმინდა გელაპარაკება. მამაო, აბა დაფიქრდით რას ლაპარაკობთ. თუ სულიწმინდა ყველგან და ყველაფერშია, ესე იგი შეიძლება კიდევაც ჩვენ გველაპარაკებოდეს სულიწმინდა, ესე არ არის? არა, შვილო ჩემო, არა, ეგრე არ არის ჩემო კარგო. ყველგან და ყველაფერშია სულიწმინდა, მაგრამ ლაპარაკი მას არ შეუძლია. მამაო, თუ ეშმაკ შეუძლია ლაპარაკი, სულიწმინდას არ შეუძლია ლაპარაკი? არა, შვილო ჩემო, სულიწმინდა ელაპარაკება მხოლოდ წმინდა ხალხებს, აი მაგალითად შენ წითელ ქუდებს. შენ წითელ ქუდებს სულიწმინდა არ ელაპარაკება, რადგან შეიძლება შენი ტვინი დაბინძურებული იყოს. მამაო, რას აკეთებთ, მამაო, გადამაგდეთ იქით. მეთკინა თავი. შვილო ჩემო, ეხლა კარგად მომისმინე, წადი სახლში, ლოცე ბევრი, აკეთე მეტანიები და მერე როდესაც განიწმინდები, შეიძლება სულიწმინდა მაშინ გელაპარაკოს. ესე იგი, სულიწმინდა ჩემში არ არის? შვილო ჩემო, სულიწმინდა მხოლოდ წმინდანებშია. აბა წეღან არ თქვით, რომ სულიწმინდა ყველგან და ყველგან არისო? და ყველაფერშიო, მამაო, ეს რანაირი მამაო ხართ თქვენ? ხო, შვილო ჩემო, ეხლა არ განგკვეთო ეკლესიიდან, ფრთხილად იყავი როგორ მელაპარაკები? მამაო, გინდათ ეკლესიიდან გამკვეთეთ? თუ გინდათ სრულიად განკვეთეთ, მე მაგის არ მეშინია. აი თქვენ კი, როდესაც ამბობთ, რომ სულიწმინდა ყველგან და ყველაფერშიაო და მერე უარყოფთ, რომ შეიძლება სულიწმინდა მელაპარაკებოდეს, ეს უკვე ლოგიკასაც და ყველანაირ აზროვნებას სცდება. ეს არის დაზიანებული აზროვნება და ამიტომ ცაკ! დარჩა ჩვენი წითელ ქუდა
თავის თავთან და ღმერთთან მარტო. ჭირი იქა, ლხინი აქა, კატო იქა, ფქვილი აქა, ვინც წითელ ქუდაზე რამე ცუდი თქვას, იმას მიეცეს სული წმინდა. ამინ. როგორ მოგეწონათ ჩემი წითელ ქუდები? აი ის მეორე იქ აგდია იქ, იქ სადღაცა. ეგრე მოუხდება იქ. მოკლედ ერთი სიტყვით მეგობრებო, იმედია მიმხვედრი მიხვდებოდა და ვერ მიმხვედრი ვერ მიხვდებოდა. ასე რომ სული წმინდა გინდა იყოს, გინდა არა, ჭირი იქა, ლხინი აქა, კატო იქა, ფქვილი აქა. კარგად.